მოგესალმებით შემოძვირფასო მაყურებლებო. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი თემა, რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს. როგორც ყოველთვის ჩემი გადაცემები ვინც უყურებთ, რომ თქვენთვის საინტერესოა დამეწარმოებით და დღეს არის განსაკუთრებული თემა. დამთავრდა პანდემია, გამოქვეყნდა უამრავი ახალი კვლევა, გაიხსნა ძალიან ბევრი ამფიორა და აღმოჩნდა, რომ პანდემიის დიდი ნაწილი ეს იყო უბრალოდ თაღლითობა, ეს იყო მედია პროექტი და ვიცით, რომ კლავას და კლავას ემზადებიან ის ამ პანდემიის დამდგმელები, ისევ ემზადებიან ახალი პანდემიისათვის. ამის მტკიცებულება კიდევ ერთი იყო ეპშტეინის ფაილები, რომლებიც ეხლა გამოქვეყნდა და გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი. 6 მილიონი ფაილია, აქედან 3 მილიონი არის გამოქვეყნებული და მათი ერთი ნაწილი ეხება იმას, თუ როგორ ბჭობენ ეპშტეინი და მისი მესვეურები იმაზე, როგორ უნდა მოხდეს პანდემია და როგორ უნდა მართლნის, როგორ მართლ მოსახლეობა და როგორ მოახდინონ დეპოპულაცია მედიცინის საშუალებით. და იქ არის გამოქვეყნებული პირდაპირ ბილ გეიტსსა და ეპშტეინის მიმოწერა. რამდენიმე ათეული ფაილია, სადაც ისინი აი ამ კონკრეტულ ამ საკითხებს განეხილავენ და სადაც დგას საკითხი იმის შესახებ, რომ მათთვის პირველ რიგში საჭირო არის რა? ჯანმო. ანუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. და აი ამაზე უკვე გარანტიას აძლევს ბილ გეიტსი. ამ კითხვა-პასუხის მეშვეობით არის ეს დადგენილი და გამოქვეყნებული. და ეუბნება, რომ მაგას მე ჩემ თავზე ვიღებ და გარანტიას გაძლევ, რომ პრობლემა არ გვექნება. ამის მერე ისედაც ჯანმოსადმი შერყეული ეს ნდობა მოსახლეობაში კიდევ უფრო შეირყა. ასევე შეირყა ნდობა ექიმების და წამლების მიმართ. სამწუხაროდ ექიმები მოყვნენ ამ ესეთ ობსტრუქციაში, უნდობლობის ფაქტორს აქვს დიდი მატერიალური საფუძველი, გაირკვა, რომ დიდი ნაწილი ექიმებისა იყო მოსყიდული და იყო არასწორად პროტოკოლებით მკურნალობა კოვიდის დროს. ეს ყველაფერი გარკვეულია, ეს ყველაფერი ცხადია, მოსახლეობამ იცის ეს კარგად და მთელ მსოფლიოში არის ახალი ტენდენცია. მიდის ძებნა უფრო სანდო მეთოდების და სანდო ექიმების. აი ესეთ სანდო მეთოდებზე მინდა დღეს ვისაუბრო. და თქვენ წარმოიდგინეთ, ჯანმოც კი იძულებულია დღეს ილაპარაკოს იმაზე, რომ ჰომეოპათია და ალტერნატიული მედიცინა არის რაღაც გამოსავალი და რომ მათ ჭირდება განვითარება. და ეს ხდება იმ დროს, როდესაც 2000 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მოვიდა დახურული წერილი, ოფიციალურად, მაგრამ დახურული წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო პირდაპირ ჯანმოდან, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ არ არის ჰომეოპათია განვითარებული, მას არ მიეცეს განვითარების საშუალება. ხოლო იმ ქვეყნებში კი, რომელშიც არის და მაღალ დონეზეა, იქ მაქსიმალურად შეეშალოს ხელი მის შემდგომ გამოყენებას და განვითარებას. რა თქმა უნდა, აქ არის წამლის მაფიის, ანუ ბიგ ფარმის ინტერესი, რომ გაკეთდეს ფული, რომ გასაღდეს მათი წამლები. იმიტომ რომ მათ მიერ შემოთავაზებული მედიცინა ეს უკვე არ არის ის მედიცინა, რომელიც ემსახურება ადამიანების ჯანმრთელობას. არამედ ეს არის მედიცინა, რომელიც ბიგ ფარმას მსახურია და მხოლოდ მის ინტერესებს იცავს. ამაზე ღიად საუბრობს დღეს ამერიკის ჯანდაცვის მინისტრი, ანუ მდივანი, როგორც იქვია, რობერტ კენედი უმცროსი. მოგეხსენებათ, რომ ის იღრიდა პრეზიდენტობაზე კეინს და შემდეგ საარჩევნო კამპანიაში მან მისცა თავისი ხმები ტრამპს, რამაც დიდწილად გადაწყვიტა ტრამპის გამარჯვება, იმიტომ რომ კენედის ბევრი მომხრე ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამიტომ ტრამპმა მას მთლიანად ჩააბარა ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობა. შეიქმნა პროექტი ჰქვია, გავხადოთ ამერიკა კვლავ ჯანმრთელი და მისცა კენედის სასწავლების კეთების საშუალება და მხარს უჭერს ჯერჯერობით, სანამ არ გადაუფიქრია ყოველ შემთხვევაში. კენედი კი ასე თქვათ თავით შუბლით აწვევა აი ამ წამლის მაფიას, ბიგ ფარმას, ყველანაირ უსინდისობას, ყველანაირ მოსყიდულობას და არა მარტო წამლების საკითხებში, არამედ ვაქცინაციის საკითხების გადახედვა მოხდა უკვე
ასე აიგრძალა მისი ესეთი თაოსნობით ეციდან რომ გვაფრქვევენ ქიმიაილერები და რაღაც სხვადასხვა ნივთიერებებს, რომლებიც შეიცავენ ბევრ შხამს და მათ შორის მძიმე მეტალებს. მოხდა ბავშვების საკვებიდან ამოღება ფერადი საღებავებისა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი განხორციელდა ამერიკაში. და ახლა ეტაპობრივად ყველა შტატში თანდათან ხდება ამის ფეხმოკიდება ამ სიახლეების. და აქვე არ შემიძლია არ გაუსვა ხაზი ერთ-ერთ უდიდეს მიღწევას, რის წინააღმდეგაც კენედი იბრძოდა წლების განმავლობაში და მე ვიბრძოდი საქართველოში, მაგრამ ცალისმის ჩემი ხმა და იმ ერთეულების, რომელიც ამაზე ვიბრძოდით, ეს არის ახალშობილების აცრა ჰეპატიტზე სამშობიარო სახლებში. ამერიკაში ეს პრაქტიკა აიგრძალა და გადასხდა, რომ გაუკეთდებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლების დედების არიან უკვე დაავადებულები. მაგრამ გაუკეთდებათ მხოლოდ იმის მერე, როცა ეს ბავშვები გახდებიან 2 წლის და არა მანამდე, არა სამშობიაროში. და ისიც ეთიმთან და მშობელთან შეთანხმებით და არა მოტყუებით, როცა დედამ არ იცის მის შვილს რას უკეთებენ. ასე რომ დიდი იმედი მაქვს, ჩვენთანაც გამოიღებენ ამას მალე და ესეთი სერიოზული გადაწყვეტილება არ ხდება, იმიტომ რომ მე მომელანდა რაღაცა ან კენედის სამსახურშტურია. ამას უკან უდგას ძალიან სერიოზული სამეცნიერო კვლევები, სერიოზული მეცნიერები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული ფინანსურ მოგებაში და რომლებსაც მართლა შეუძლია ზრუნვა კაცობრიობის და გენოფონდის გაჯანსაღებაზე. აი დღეს მომეწვია მე ბატონი გია სულაქველიძე. ეს არის ადამიანი, რომელიც პირველი დღეებიდან თავისი დიპლომის აღებისა სამედიცინო ინსტიტუტში დაინტერესდა ალტერნატიული მედიცინის სხვადასხვა მიმართულებებით და მას მერე ყველაფერს აკეთებდა წლების განმავლობაში, რომ განავითარებია ეს დარგები. მოგეხსენებათ, რომ ალტერნატიული მედიცინა არის ყოველთვის ცოტა ისეთი კარგი მაცდური აფერისტებისათვის. და ბევრი უვიცი ეკრება ამ დარგებს და აი ბატონი გიას და ჩემი და რამდენიმე ჩვენი თანამებრძოლის მიზანი ყოველთვის იყო, რომ თქვენამდე მოსულიყო კეთილსინდისიერი ექიმი, კეთილსინდისიერი მკურნალი, რომ თქვენ შევეცდოთ გაგერჩიათ ვინ არის და ეს დარგები ყოფილიყო მოაზროვნე პატიოსანი ადამიანების ხელში და არა ავანტურისტების, რომლებიც მხოლოდ ფულს ელოდებიან თქვენგან და შეიძლება გაგიუარესონ კიდევაც თავიანთი ჯარებით თქვენი ჯანმრთელობა. ბატონი გია არის ალტერნატიული მედიცინის ასოციაციის აკადემიკოსი, აკადემიის პროფესორი უკასრავად, არის თავდაპირველად ექიმი, ვარშავაში ნეფროლოგი იყავი ბატონია, ადრეს უთავიდან უროლოგი და ქირურგია და შემდეგ დაინტერესდა ალტერნატიული მედიცინის ფსიქოთერაპიით და მას გააჩნდა ახალგაზრდობიდანვე საოცარი ბიოდენები, ანუ ბიოენერგეტიკას ფლობდა ყოველთვის, ჯერ იმპერიულ დონეზე, იმიტომ რომ მაშინ იყო 2-3 იყო მოგიტენჯაძე, ლუსე ჯინჯარაძე, ლუსე ჯინჯარაძე იყო, ერთად იყვნენ იმ პერიოდში საოცარი პიროვნებები და თამაშეიშვილი. ეს სამეული მართავდა საქართველოში ამ მიმართულებას, ოღონდ არა მედიცინით, ანუ თავისი გამოცდილებით და მე ამას ნელ-ნელა მოგიყვებით, რომ და იყო ჯურნალი არ დავავიწყდეთ. იყო იქ საერთაშორისო რუსეთში, მაგრამ მე საქართველოს რეალობაში დაიწყო, ხო, ჯურნალიც დაიწყო მაშინ. მოგახსენებთ, თუ საინტერესო იქნება. ძალიან საინტერესოა და მე კიდევ ერთი რამ მახსოვს, რომ შენ იყავი წასული ვანგასთან. აი მე სანამ ჩავიდოდი, მოვხდებოდი, მე ვიყავი 94 წელს. მანამდე შენ იყავი ჩასული და მახსოვს, რომ ვანგას სიტყვები რომ ძალიან მოეწონე და შემოგთავაზებიდანაც დარჩი და ჩემი მოწაფე იყავიო. მაგრამ შენ მაშინ როგორც ვიცი უარი თქვი. ესე იყო ეს მოგილათ? ასე იყო. რომელი იყო სწორი გადაწყვეტილება, ეს არ ვიცი, მაგრამ მე საქართველოს მიყვარს და აქედან უნდა გავაკეთოთ ერთად. ჩვენ არ წავედით გაუტონთინა თქვენ ისეთი პერსპექტივები აქვს. ნებისმიერი უცხოეთის ქვეყანა ინატრებდა თქვენ ის სპეციალისტს. ახლა კომპლიმენტი არ გამოვიდეს, მაგრამ
მე ხა ჩემი თავი წარმოვიდგინე როგორც მაყურებელი იქიდან და გისმენით აქ არა როგორც თქვენი სპარინგ პარტნიორი ლევანდოვში არამედ როგორც მაყურებელი და ვიცით როგორ გისმენით და ყველაფერი დაალაგეთ მით უმეტეს ეს ყველაფერი რა თქვენ თქვით ძალიან ბევრი მაქვს მოსმენილი მაგრამ ასე გაშინა არსებული არ ქონია და ეხლა რაბერნიერია მაყურებელი რომელიც ამას ნახავს გაიგებს გაიაზრებს და დაგემატებათ კიდე როგორც ქართველი ერის ესე იგი თქვენ და რა ვიცით როდესაც არის რაღაცა ჯგუფი თანამოაზრეების იქ გინდა არ გინდა უნდა წარმოაყენო ვიღაც ხელმძღვანელი ეს თვითონ ბუნება ქმნის ამას რომ შენ თუ კარგი ორატორი ხარ დაგნიშნავენ თამადად და ამიტომ მე ვფიქრობდი რომ ალტერნატიული რა არის ეს არის არჩევანი კიდე ასეთი რაღაც რო ყოფილიყო ალტერნატიული ჯანდაცვის სამინისტრო ან რაღაცა დიდი სიამოვნებით რეკომენდაციას გაგიწევდით მინისტრობაზე. ყველა სტატუსი გაქვთ ამისი არ შეშფოთდეთ ამაზე უბრალოდ ჩემი შეხედულება მე ხარ ამბობ ახლა რომ მე ვიყო. მე ვიცი რა შემიძლია ჩემი პატარა სექტორი მაგრამ თქვენი უშუალო ხელმძღვანელობით ბევრი რამე გაკეთებინა რატო? თქვენაგან საერთაშორისო გამოცდილება ძალიან დიდი ხნით ადრე ამბობდით იმას რასაც ახლა ამერიკელები ამბობენ და ჯამოსთან მიმართებაში ამიტომ ნელა ხალხი ხდება რომ ქართული ეს წინასწარმეტყველება მაგრამ ეს წინასწარმეტყველება არ არის ჰაერიდან ეს არის დიდი შრომის შედეგი უძილობის შედეგი ეს არის დაკავშირებული კოსმიურ ძალებთან ენერგიებთან ეს ფაქიზი თემებია როდესაც შენ დაძაბული ხარ და რაღაცას ფიქრობ ის ინფორმაცია მოგივა ამ დარგში მუშაობ მე ახლა ენერგოინფორმაციულ მედიცინაში რომელიც ჰომეოპათიასთან ძალიან ახლოს არის რომელსაც თქვენ ემსახურებით ამდენი ხანია და გაქვს ძალიან ბევრი შრომები ამიტომ როგორ ვიცით არის ტრიადის პრინციპი სამეული ახლა ჩვენ ორნი ვართ მაგრამ ვიღაც მესამე ვიგურებს ვიღაც მესამე გამოჩნდება ადამიანი რომელიც იცით რა მე მინდა თქვენ გვერდით ვიყო გავაკეთებ ძალიან დიდ საქმეს ხო ახლა მე გამიმართლა იმაში რომ გარდა იმისა რომ სპეციალისტი ვიყავი ჯანდაცვის სამინისტროში თავარი სპეციალისტი იყო ასეთ თაშვებული საათის მერე ახალგაზრდა ვიყავი და კონსულტით მუშაობდი მაშინ ეს ალტერნატიული მედიცინა რო ავიჩენე ყველა იყო ჩემს მოწინააღმდეგეს იყო გახსოვთ ისიც დაიწერა გაზეთში მაგია ჩორნეი ბელეა როდესაც მე პროპაგანდა გავაკეთე რუსეთიდან ჩამოვიყვანე ამის პროპაგანდისტი ედუარ ნაუმოვი რომელიც ეს ფილმი გააკეთა ატმანთელი ამბავი რა იყო ფილმი აჩვენა ალტერნატიული მიმართულებები როგორ აკეთებენ ოპერაციას რა იყო ტელეკინეზი ეს ფილერების თავისი ეს პროფესიონალური დამოკიდებულება რაც იყო და ეს იყო რა შემეცნებით ჩვენ არ გითხრია რომ აგინე თუ რა ეს გააკეთე და ამ შემეცნების ამბავზე მე კარიერა დამეხურა ჯანდაცვის სამინისტროში იერარქია რაც იყო თქვა მაღალი და მე ისე გამიკეთეს რომ ყამიზე გამიშოს რომ გამომესყიდა ეს ჩემი დანაშაული და მე ნუ გამეხარდა პირიქით ზოგიერთი მარგებელია რომ სულთა პროფესიონალ ამას გავყევი ვეძებდი ჩემს თანამოაზრეებს სოფლიოში თუ ვინმე მუშაობს ბიოენერგეტიკაზე, ექსტრასენსორიკაზე, მეცნიერულ ექსტრასენსორიკაზე და არა ისე. ამასთან ყველასთან მაქვს ურთიერთობა და ნუ გამიმართლა იმ ხრე რომ ჯუნადავი მეგობრე ვანგასთან ურთიერთობა მქონდა ძალიან კარგი. იმ ვანგასთან რომელთანაც მე თქვენ მიხვედი და ქალულად ვიჭუქჭუკებ და იქ ბევრი რაღაცები იყო ისეთ რომელიც თქვენ ალბათ იტყვით რაც სათქმელი იმას იტყვით შეიძლება არ იყოს, მაგრამ მოადრო, მაგრამ თავარია დღევანდელი დღის გადაცემას უნდა გქონდეს რაღაც აზრი. ესე იგი, ყველაფერი ის რაც თქვენ დააყენეთ საკითხები, მოდი გავშალოთ ნელ-ნელა, კითხვების სახით, მე მზათა ვარ და მივყვეთ რა არის, როგორ არის. ჩვენ არ ვებრძვის მთავრობას გამორიცხულია, ჩვენ პირიქით. ჩვენ ვეუბნებით იცი რა, გამოიყენეთ ჩვენი გამოცდილება. როდესაც ექიმი ხდება, მან უნდა გაიაროს რაღაც გრადაცია, ხო? სანიტარი, ექთანი, მერე ასე ნელა ყველაფერი მერე ხდება პროფესორი საბოლოო ჯამში, უცბად პროფესორს ვერ დაინდა. თუმცა პოლიტიკა შეიძლება უცბად დასვა პროფესორად ადამიანი. თურმე. მაგრამ არა მაშინ. ხო, რა არის იცით, ჩვენ ბრძენი ხალხი ვართ, გამოცდილები და ამიტომ ასე ზომავთ და ისინი პირიქით ასე წრიან და არც ერთხელ არ ზომავენ. და ეს ნაწილი ნაკუწები რაღაცეები რო არის, იფანტება და არაფერს არ გაძლევს. ამიტომ
მიმართავ როგორც შვილების ტოპას, ამ თაობას, რომელიც ძალიან მომწონს თავისი ორატორობით, ჯიბეში არ ჩაიდებენ მას ხელს და სიტყვას არ მოძებნიან, შვენივად ოპონირებას უწევენ, მაგრამ არ უნდა იყოს ეს აკვიატებული ოპონირება, რომ მე აი ასე მიმაჩნია. უნდა გაუწიო აზრი, ყველაფერი კი მიდის, ვიღაცა ეთყობა მრჩეველი ნახეს, ასაკოვანი ადამიანი და ეუბნება, რომ აი აქ ცოტა უნდა შეფერხზე, გაუწიო აზრი, ყველაფერი ეს გაყენებული მანერები, რომ მომწონს, მაგრამ მოდი ჯანდაცვის გარშემო ვილაპარაკოთ, ის რომელიც ყველაზე მტკივნეულია. ჯანდაცვის სამინისტროს არ უნდა იყოს აღებებული ხალხი რაღაც პრობლემებით. არც ერთი პაციენტის მშობელი არ უნდა მიდიოდეს იქ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს ჯანდაცვას, ძალიან დიდი კოლოსალური, რამაზად უნდა იყოს განაწილებული და აი აქ რა იქნება ჩვენი როლი როგორც მრჩევლების, ეს ერთად გადავწყვიტოთ დღეს თეორიის დონეზე. იცი რა, სამწუხარო ჯერჯერობით ის ტენდენცია არის, რომ ისევ ჩახშობა ხდება ყველაფერს და ამას ისევ ჯანმო ხელმძღვანელობს. თუმცა ხომ ჯანმო უკვე თითქოს დაიწყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაფერი გასაგები. და მე მინდა მოსახლეობას ერთი რამ უთხრა, ხა ძალიან მოდაში არის ბადები. მე ამ ბადების მიმართ შეგახსოვს მე ვიყავი ჰომეოპათა საბჭოს თავმჯდომარე ჯანდაცვის ხუდის ქვეშ და აი ეს ბადები რომ შემოვიდა სუთავიდან გადიოდა სარეცენზიოდ ჩვენი საბჭოს ხელში. რომ გავეცანი მე ამ ბადებს, იქ იყო ძალიან ბევრი სერიოზული წამალი დაფიქსირებული. აი მართლა სერიოზული ბადების საკითხი, რომ უფრო იაფიჯდებოდა. ხო და აი მე ხა ჩვენთან აკადემიაში გამოვიგონეს იყოს რამდენიმე საშუალება, რომელიც მართლა კარგად მუშაობდა წლების განმავლობაში. და როცა ვერ გავატარებს რეგისტრაციაში, ისეთი პირობები იყო და შემომთავაზეს მაშინ, რომ ამერიკის FDA-ში ღირდა $10,000 ამის დარეგისტრირება. და დამერეგისტრირე როგორც ბადი. ეხლა მე იმაზე არ წავედე, ჩემი გუნდი რომ ტიპოს სამალი დამერეგისტრირებია როგორც ბადი და მეზახარო ყველაფერი. გაუშვებით, ახლა ჩვენ მაგურება შეიძლება ბადი ვერ არის, თუმცა ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. ეს დანამატია. მე მგონი ბადები უფრო იციან. იციან, მაგრამ მაინც ახლა ზოგმა შეიძლება არა, ამიტომ დანამატია ეს. დანამატი. ეხლა არის ესეთი ბადები, ეს დანამატები, რომლებშიც შედის მინერალები. და ვეძახმები, რომ ხა თუთია, მაგნიუმი, კალციუმი, სელენი, რაღაცა ეს ჭირდება, მაგის D ვიტამინი თქვა, ზომიერად. ჯობია თიმის დანიშნულებით რა თქმა უნდა, მაგრამ ისედაც შეუძლიათ მიიღონ რაღაც. მაგრამ არის ისეთები, რომლებიც შედის მცენარეული ნაწარმი. და ისე ხავს გონია, რადგან მცენარეული თქვა გვირილა, ან ვალერიანი, არის ფიტო. ესე ფიქრობენ. საქმე იმაშია მეგობრებო, რომ ფიტო ის არის ნაყინის სახით, ან ნახაშის სახით. როგორც კი ის გადავა ტაბლეტიზირებული ფორმის სახით მოგეწოდებათ, ის უკვე ან ხმლის სახით, ის უკვე თვისებებს იცვლის. აი ამ ხალხს ამით აბნევენ, იცი? და არის ესეთი ბადები, რომლებსაც ღებულობენ სვამენ, მაგრამ აზრი იმას არ აქვს. ახლოსაც არ არის საწყის ფიტოთერაპია ფიტოპრეპარატთან. დიახ, მე რა მაინტერესებს, აი ხა დღეს რა მდგომარეობაა. ძალიან ბევრისგან მესმის, რომ ბიოენერგეტიკას ფლობენ, რომ ექსტრასენსები არიან, ათასნაირი აპარატურა არის. ზოგი გარეების მოწაფეობას იბრალებს. მე გარეებთან ერთად მოხსენება მქონდა ერთ კონფერენციაზე, ერთ-ერთი არაბაცრად. ერთ კონფერენციაზე მქონდა ერთდროულად მოხსენებები და იქ გავისწრე და ვარ ნაყოფილის ლაბორატორიაში და მსგავს არაფერს ის კაცი არ აკეთებდა, რასაც ესენი იბრალებენ. ასე იგივე ლუპიჩოვის უშუალო მოწაფე ვარ მე. ამ რასაც აკეთებენ ვითომ ლუპიჩოვის სკოლა ეს არ არის. და აი რა მდგომარეობაა შენი კუთხით. როგორ არის გაბნეულია ყველა აყავს თავისი მრევლი და მუშაობენ ისე ჩუმად, მაგრამ მე თვითონ მკვლევარი ვარ. მეცნიერებას არ უნდა ვიბრალებ, მაგრამ მკვლევარ მეცნიერი ასეთი სტატუსი. შენ თუ არ ახარ მეცნიერი ვარ. მაგრამ რა იცი, ყველაფერს აქვს თავისი ზომა და აწონვადია. გასაზღვრადია ყველაფერი. ეს ჩვენ ამბავში, რასაც რატო აწახვლით თქვენ ბადების ამბავში და ის გინდოდათ სამედიცინო პრეპარატი ყოფილიყო, რომ ექიმი ხარ და იცი პრეპარატი უნდა ერქვას. იმას რასაც შენაგებთ და არა დანამატი. დანამატი ხო. ამიტომ ვინც ახლა მუშაობს ბიოენერგეტიკაში იმაში, ხანდახან შემეხმიანებიან ხოლმე, მაგრამ რა იცი თავისი ყავს კლიენტურა, ასე იგი პაციენტურას არ ეძახიან, კლიენტურას ეძახიან, ეს ჩემთვის შეურაცხყოფელია. მე ფსიქოთერაპიაში ვეძახი ვიზიტორს.
არც პაციენტს არ არის, ეს ვიზიტორი მომიდა ვიზიტზე. ну თუ მოეწონები მე სეანსებს ჩაატარებს და როგორ არის დღეს არ არის ისეთი როგორც ადრე იყო ეს ყვირავა ეხლა რაც შეეხება პეტრე გარიაევს ეს იყო ჩემთვის არის დარჩა უდიდეს მეცნიერად რომელმაც ძალიან ადრე წავიდა ქვეყნიდან თუ დაეხმარენ გასვლაზე მაგას გაიყვანეს ხო გაიყვანეს მაგრამ ის რაც მისი ნალაპარაკებია და რაღაცები მე თქვა ლაზერთან მიმართებაში მუშაობდი ძალიან საინტერესო პიროვნებასთან პავლიჩაშვილთან ფიზიკის ინსტიტუტში და მქონდა ჩვენ იმპულსური ლაზერი მაშინ შემოვიდა მედიცინაში ის ადამიანი იყო ძალიან საინტერესო პიროვნება ყველგან ვეძებდი რაღაცას რომ ეს მეცნიერებაში გავძლიერებინა ეს ეფექტი ანუ რაც არის იმის შეფასების კრიტერიუმს ვეძებდი და არის რამდენიმე აპარატურა თქვათ რომელიც აი ბიოენერგეტიკის დონეზე და იმის დონეზე ნახულობს ამ ცვლილებებს და ამ მიმართულებით მე მუშაობ ფაქტიურად მე ახლა ვარ სპეციალისტი ინდივიდუალური სპეციალისტი მარტო მუშაობ ძალიან დიდი სული მქონდა რომ გაბაიში ყოფილიყო ერთი ტექნიკურ უნივერსიტეტში რაღაც ლაბორატორია სამეცნიერო კვლევითი ექსპერიმენტი როგორც ადრე იყო ხო ექსპერიმენტალური ისა ან რომელიმე საერთო თავის თავზე ხო ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო უცხოეთში ეხლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ ერთად იქ არის ძალიან დიდი მოწვევები და გვეუბნება ჩამოდით მაგრამ ყველაფერი მიდის სად მანი ყველაფერი მიდის თანხებთან ამიტომ ეს უნდა იყოს გრანტის თემა ვიღაცამ უნდა აიღოს ამაზე შეგვაქვს პროექტი ვეუბნებით რომ უცხოეთში ამაზე არის იქ მილიონებს იგებენ რაღაც იდეების დონეზე ჩვენ ამას ექსპერიმენტით დაგისაბუთებთ ხო და ნახოთ ახლა როგორ იქნება მაგრამ მე ოპტიმისტი გავხდი ახლა უყურებ რომ ჩვენ გადავჭირთ და ომში არ ჩავერიეთ ესე იგი ეს არა მარტო უნდა დავუბრალოთ ჩვენ მარია ღვთისმშობელის ამბავს ამ უნეტარეს კიდე გარდა ამისა არის ადამიანების ჯგუფი რომლებმაც ეს ლავირება მოახდინეს და მშვიდობა დაიმკვიდრეს და ასე ეს არის დანარჩენი ახლა ხო გეუბნებით მესამეს გზნობუყვებაც მესამე უნდა გამოჩნდეს ამ გადაცემიდან ერთიც როა ჩემი პრინციპია გადაცემიდან ერთიც თუ დაინტერესდება და დარეკავს ან იტყვის რომ იცით რა გამომიყვანეთ მე რომ გამოხვედით ახლა თქვენ ორი ჩემზე არიცით და არ ვიცით სიამოვნებით მოიწვევთ თქვენ და ნახავთ რომ ის მართლა ყოფილა იმასთან ამუშევარი ამასთან ის გაუკეთებია ბევრია ძალიან საინტერესო ამბები პიროვნებები და მე მგონი მიზანი მიღწეული ამ გადაცემით უკვე ეს თემა რადგანაც დასვი ხო ამას გაგრძელება მოყვება ერთმანეთს აღიჩაშულზე გამოსცემდა ხუთიშორის მაშინ აღიჩაშულმა გააკეთა პირველი ჰოლოგრამები და მე და მან დავნერდეთ ეს ალიკალაბერტყავასთან ერთად ძველი რკინიგზის სამეთყოფოში და ვაკეთებდით რამდენიმე დაკეთდა სულ საშვილოსნოს ჰოლოგრამა ანუ ტრილერასაც ქვია ხო მაშინ ეს იყო ესეთი სიახლე მაგრამ დიდი გამოხმაურება არის იმიტომ რომ ვიცი მაშინ პიარი არისო ხო ბატონი შერიკო შემოძანი იყო თავისებური პიროვნება ძალიან უკომპრომისო იყო და ამიტომ არ ხდებოდა ხოლმე იმის გამოჩენა ეხლა მეც მე გამართებოდი ყველაფერი მე დამითხოვდა რაღაცაზე მაგრამ ისე ხასიდად თორე დიდი მეცნიერი იყო მაგრამ ურთიერთობა ადამიანებთან არ ჰქონდა რო არ ეგებულობდნენ ისინი ის ბრავდებოდა თორე მისი ჰოლოგრამები და ეს სასწაული რაღაცები ეხლაც მნიშვნელოვანია არავინ არ იცის ახლა მას რო აქვს დადგმული თავისი სახე ჰოლოგრამის ამბავით ესეც უნიკალური რაღაცაა ანუ ბევრია ჩვენთან სამეცნიერო მაგრამ პირველი უნდა იყოს რაღაც ცენტრი აი ცენტრი უნდა ესეთი ცენტრი თამის როზე ვითომ გავაკეთე და სხვათა შორის მაშინ დაკავშირებული ვიყავი ფრანგიშვილთან ივერი ფრანგიშვილთან და ივერი ვაჩვენა მაშინ მოსკოვში ვიყავ მასთან ლაბორატორიაში და იმავესანი მის აურომეტრს და კარგად მუშაობდი როცა მოსკოვში ცხოვრობდი აურომეტრით და სასწაული ის თუნცი აი კურნალობამდე აურა ფოტო იყო უბრალოდ ფოტოფერადი ადამიანის აურის და კურნალობის შემდეგ და შეფასებისთვის იყო შეუფასებელი ხო ეს მაგის მოდიფიკაცია ესე იგი ეს კელიანების ეფექტზე დამყარებული მეთოდია ეს აურომეტრი დიაგნოსტიკა ხო და ეხლა პირველი ეს აპარატი საქართველოში ოფიციალურად ჩამოვიდა მე გერმანიიდან მაჩუქეს
ეს იყო კილიან ფოტოგრაფი. ეს კილიანის იმასა. კილიან ფოტოგრაფი, ეს იყო პროცესზე, უნდა ესე იგი ჩავნელებულ სიტუაციაში, ესე იგი ხელი უნდა დაგედო ეს გამოსაზრდელები ფიფიტაზე და იქიდან შევდებოდა და ჩამოვიტანე გპ-ში ბიჭებს უთხარი ესე რა გავაკეთოთ, მაშინ თანხები არ იყო და გრანტზე დავშვით მინერალების გამოსხივება. ესე იგი ეს იყო რაღაც სენსაციური ამბავი, თქვა რომ განსხვავდება გიშერი, თქვა სხვა რომელიმე და ეს პირდაპირ ჩანდა. ძალიან საინტერესო იყო და ივერის და მე როგორ მოხდი რომ გაიგო რომ ვანგასამერო მე მიჭრა იქა და მე გავხდი დავმეგობრდი მასთან ნაჩიგოსანაც გპ-ის რექტორი რო იყო. ანუ ივერი რო ცოცხალი ყოფილიყო დღეს. ეს ცოცხალი ყოფილიყო ჩათვალეთ რომ ინსტიტუტი იქნებოდა და რაღაც კიდე სვერ განსაკუთრებული ამიტომ ესე წავიდა, უდრო წავიდა. მაგრამ რა ვიცი, ვიღაცა უნდა აიღოს თავის თავზე ძალიან ბევრია კლინიკა, რომელიც არ ფუნქციონირებს და აქვს ძალიან დიდი ფართობები, თუნდაც ტექნიკური უნივერსიტეტი ახლა როდესაც შემცირდება რაოდენობით, ანუ მარტო ტექნიკური დარჩება გამოთავისუფლებელი, ჩვენ არაფერი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მარტო შენობა, სტატუსი და გავაკეთოთ ის, რასაც ქვია ექსპერიმენტალური მედიცინა. ექსპერიმენტალური მედიცინა დავაკეთოთ, ფიზიკა, ქიმია, რაღაცა ყველაფერი, ეს გარდამავალია რა ფიზიკა, ქიმია, ეს მედიცინა მაგის გარეშე არ არის და რა ვიცი, მოგეუბნებით ესე იგი ამ გადაცემის ისაუბრა რაც მე თქვა, შემიძლია თქვა რომ ეხლა მესამე ერთი შისა აქვს სული აქვს რომ მოერბილოს აქ ვიღაცა მესამე და აი მე ვარ ის მე ვარ ტრეტი ბუძის და ეს მესამე იქნება ხოლმე რა ვიცი მე ხომ თინა როგორც მეგობარი როგორც ის გიყურებ როგორი გაწონასწორებული ხარ და მშულს რა ისეთი მშვიდი წყნარი საუბარი და ნელ-ნელა ვისაუბრებს კი არა მოძღვრავს ამით გეუბნება რომ აი ეს არის ჭიქადმო ხო გეუბნები რომ ამაში წყალია თუ არ ჯერეთ ჩახედე ხო ჩახედე მართლა წყალია და მე დავლენა იმდენად უნდა მჯეროდეს ვარც უნდა უყურებელები უნდა მივიტანო და დავლია ამიტომ მიყევი მოყვევი ვეძე დაგიდგები კიდე ეს არ მარტო არ უნდა იყოს ეს გამოსვლები ტელევიზიაში და ეს კარგია ყველაფერი, მაგრამ ეხლა გადავიდეთ პრაქტიკაზე. მანქანის სტარება პირველი რო არის, რა არის თეორია. ჩაავარებ, მაგრამ რაც უნდა კარგი თეორეტიკოსი იყო, თუ არის მანქანის ამოძრავება და გამოყვანა, ხო? სიჩქარეების გამოყვანა, ამიტომ გადავიდეთ პრაქტიკაზე რა. იცი რა არის მე ყავს ვიღაცა აქ უთხრათ კიდე დავაგაგულოთ ძველი უთქია რომ თინა მიდი შექმენი ახლა ახალი არა მარტო შენი ჰომეოპათი არა მთლიანად ეს ალტერნატიული დაარქვინინაც ინტეგრაციული რაც გინდა შენი ის არის გასაკეთებელი შემოგარგო იცი რა არის კარტი რუკი რამდენჯერ წავედი ადრე მაგრამ ისეთი ვიღაცები დავიპირისპირეს ბევრს უნდა მაგის ხელში ჩაგდება უნდა და ყოველთვის და ამიტომ ცოტა ფრთხილობ მახრიდა. იგივე მაგასთან ყოფნას გავიხსენებ. მაგან პირველი რაც მითხრა მე შეპარული ვიყავი მაგასთან. ანუ მისან დასახულად არ ჩავსულა რომ მე მეკითხა რაღაცა რომ დელეგაცია იყო საქართველოსთან და იქ ვთხოვე რომ მე შემოვანეთ მე. თვითონ მომახსია ყურადღება და რა საინტერესო ის წამრები გიჭირავს ხელში. შრომები რატო გიჭირავს? ჩვენ ხო ხმარობ თქვენ შრომი რაღაცა სხვა შრომები. ხო და ჰომეოპათია ქვია მეთქი და მიუტრიალდა ყველას და ესე გაიმახსოვრეთ. ეს არის რომ მომავლის მედიცინაა. ეს საოცარი ის არის ის წამლები რომლებიც ახლა არისო, აი 93 წელია. ის წამლებიო თვით ლიკვიდაციას მოახდენენ. და მარტო ეს წამლები დარჩება. ქიმიური ესე იგი ხო, ქიმიური რაც არის ეს თავისთავად ამოწურავს. და მხოლოდ ეს წამლები დარჩებაო და შენ ის განავითარეო, ამას მიყევიო თავსო. არ მიატოვო, შენი მომავალი ამაშია და შენ გავაკეთე გადატრიალებას მედიცინაში. რატო არ დაუჯერებე? უჯერე. დრომოა. ხო, მოჭირდება, აი ხა მოვიდა ის. მეც ეგრე ვამბობ, ვიარ ბანკას ყოველი წინასამეთქველება, დროში ის გაწევილი იყო წინასწარ კი ამბობდა, მაგრამ აი აქედან აქამდე არა და შენ თვითონ უნდა იბრძო რომ მოვიდა ის დრო. ეხლა მე უკვე რომ თითქმის ძალიან დიდი ხანი გავიდა უკვე 38-ის ვიყავი მაშინ.
ბიჭი როდესაც ძალიან ეხლა 75 წუთები. რამხელა დრო გავიდა. ხო? ფიქრობ ეხლა თავი არა წამოვიდა ახალი გადაგებების პრინციპია გადაიბელა წამოვიდა ეხლა ახალი ამბავი და თან მიხარია რომ ჩემი პლეადის ადამიანები იგივე ფიქრობენ. ეხლა მე ვარ ერთ-ერთი ორგანიზაცია ასეთი პენსიონერების ორგანიზაცია არიერგარდი ქვია. ჩვენი ხელმძღვანელი არიერგარდი. მე დავარქმევინე ესე, იმიტომ რომ სულს ვამაგრებთ ახალგაზრდები წინ და უკრიდან რომ მტერი არ შემოვიდეს. ხო, ეს არის ხო და გურამ საღარაძე ჩვენი პრეზიდენტი, მე ვარ ვიცე-პრეზიდენტი და მთელი ეს საოცარი მონოლითური ამბავი პენსიონერების თემსოფლიოში. ყველა გვეუბნება ჩამოდით, ნახეთ, გაგერაბარებო ყველაფერი იქით-აქეთ. ანუ წარმოიდგინე რომ პენსიონერები საქართველოში არის 800,000-ამდე. საოცარი ეს ხალხი, რომელიც ელოდება არაფერს, მარტო ყურადღებას. მეტი არაფერი. ეს არის გამოცდილება და გეუბნება, გამომიყენე. ჩემი გამოცდილება გამოიყენე და გამომიყენოთ ახლა. ხო? ხარ პენსიონერი. ხო, მაგრამ ხო, ასე რომ ეს მიმართულებაც ძალიან საინტერესოა, ახლა ჩემი რაღაც არის ეს ერთ-ერთი მიმართულება, ეს გენოტოფსიქოთერაპია. ახლა ხო რამდენიმე მიმართულებები, მაგრამ ძალიან საინტერესოა ამათი შედეგი. გენოტოლოგია ძალიან საინტერესოა მათი ამბავი, რომ მოდის გაჩაჩანაკებული ადამიანი და რო ესაუბრები პირველი, ესაუბრება ნელა გაიმართება წელში ეს ჯოხებს გადააგებს. მე არ ვეუბნები ჯოხი გადა თვითონ აღარ მინდა ვეღმობოდი იმასო და ეხლა არ მინდა არა მე თვითონ დამოუკიდებელ ანუ შინაგანი ღერძი ხო და რა ვიცი იმ ხელა პოტენციალია მათში გაახსენდება რომ აი ეს უნდა გაეკეთებინა და იქნები იმასთან დამაკავშირო და ვაკავშირებ იმასთან რაღაცა ხდება ხოლმე ეს გამოგონება იქნება თუ რაღაცა რა არის მარტო კაცი ვარ ახლა მე და გამოდის ეს ერთი ადამიანის ინიციატივა როდესაც იქნება ოფიციალურად რაღაც ხო რაღაც დაერქვა იურიდიული სახელი ვიღაცის ფთის ქვეშ ეს საერთაშორისო ეგიდით უნდა გაგეკეთდეს ალბათ იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველა იმის წევრი რაც კი არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ძალიან ბევრი იქიდან გვერდზე დამდგომები და გავაკეთოთ მოყვები. ისი რომ მე მოკონტაქტი აი კენედის ჯგუფთან უკვე 15 წელიწადია. თვითონ აი მისი რაც არის ორგანიზაცია. ეხლა ოფიციალურად მანის დატოვა, თუმცა რა თქმა უნდა თვითონ ისერჩება იდეურად ყველანაირად. და არის მახას თავმჯდომარე მთელი ამერიკის მოსახლეობის ის მასაა ხელში. და აი მახასთანაც ბოხი მოწერა, მაგრამ პრობლემა რაშია, იცი რომ მეკითხებიან იქიდან რომ აი ჩვენი რეფორმები მოწონს თქვენ ქვეყანას, რასაც კენედი აკეთებს. რა უნდა იწერო? ნუ იქ რომ ბედებადიტი ამოიღეს, აქ უფრო გააძლიერეს. იქ რომ პაპილომაზე აღარ არის ისტერიკა დაგზავნულია, მისი ესეთი რეკლამირება და წინააღმდეგები არიან და კენედის სპეციალური ჩაწერა, ვიდეო მიმართვა ჩაწერა ნახევარსაათიანი, სადაც შიფრავს და ხსნის ამას. რატო არის მავნეს პაპილომა ვირუსი, რომ სიმსივნეებს იწვევს 27%-ში. ყველა ქვეყნის გამოცდილებას დებს, ანუ სტატისტიკაა მას მოყვანილი. ესენი პირიქით იმის მერე სულ გადაიღიან. ანუ დილემაა რა. არა, დილემა კი რომ მივწერო ახლა რომ არ ითვალისწინებენ და ჩვენ ქვეყანას ფელზე გიდიხარ ჩვენთან ჯანდაცვა და ჯანმოს უძღვებიან აგერ და ერთ ადგილს ვაშვებიან, უკოცნიან ფეხებს პროსტორად. ეს რომ მივწერო გამოდის რომ მაშინ ჩამშრები ვარ მე თქვენ რომ ან რუსოფობი ხარ, რუსეთის აგენტი ხარ, ან რუსების აგენტი ხარ, ან ნაცი ხარ, ან ისა, არავინ არა ვარ. ელემენტარული ერთი მივარ, ვინ ზრუნავს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ხო და მე მგონი ხა ამაში უკვე ხალხი დარწმუნდა, რომ გარდა იმისა, რომ შემოსავალი არა მაქვს აქედან, განსავალი მაქვს, ზარალი მაქვს, დამკეტა ყველაფერი. აკადემია, სტუდენტები, ლექციები, მიღება აფთიათი, ყველაფერი გაიკეთა, ყველაფერი გავაჩერე. იმიტომ რომ პროვოკაციას მოწყობა დამიპირეს და ვიცოდი ამის შესახებ. ეს ხოთი შორის იდეა ანგალსის მშველის ძალიან რჩევა. თუ შემხედა პირველი რა მითხრა ესე ჯერ წამრებზე და მე შემხედა. ესო რამდენი მტრები ყავს. გამოვიდა ესეთი არაფერი არ მინახიო. რასაკეთებ ასეც? რა უნდა გავაკეთო? მე ვთქვი რომ არ მყავდეს და არაფერია. რას უფრო გაჩნდება მე დიდებულება. ყურადღება არ მიაქციო.
და ყველას რომ უყურს როგორ გაუძლია ამ ხელად წნეხს აი ამ კოვიდის დროს ხო ზუსტად ეს რამდენჯერ რაღაცას ნახავდი სტატუსები იყო თუ ზარები იყო თუ დაშინების მომენტი იყო თუ წინააღმდეგობა იმ წუთას მახსენდებოდა რომ ძალა იმაშია რომ არ უნდა მივახციო ყურადღება და მეორე მხრივ გზას დაძლევს ის ვინც მიდის არა და ესე დამოარჩი სიარული არის ძალიან რთული მაგრამ ეხლა ისე მოვიდა ეს დრო, როდესაც ახლა გადართვა ხდება ხო ერთი ვიდან რეალობიდან მეორეზე. აი შენ როგორ აღიქვამ ამას და შენ რას გვირჩევდი რა, ზე პასივში ყოფნაზე ამაპარაკი რომ არაფერი არ აკეთოთ ახლა პასივში ვიყავით. ზოგი ძახის ახალი პროგრამა დაიყენეთ, აი როგორ უნდა მოიხსნას მოსახლეობაში. შენი პირადი გამოცდილება რა პირადი რაც არის რომ რაღაც იურიდიული სტატუსი უნდა ქონდეს ამ უნდა იყოს იმათი რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი აქვს გამოსავალო ჩემი და აქტიურად ვართ მაგრამ ჰოგეონები ესე იგი უნდა გადავიტანოთ ახლა კითხვაზე პასუხს ვერ ვცემ ჩვენი მეგობარი ქვეყნები ხო არის ფსევდო და ნავდი მეგობარი ქვეყნები ვინც დავილენეთ მაგალითად მე პირადად ახლა ჩემი რაღაც ევროპასკენ მივდივარ და ისე და დიპლომატიური ისა სულა ვერდი მაგალითად აქცენტს დავაკეთებდი უნგრეთს პირადად მე უნგრეთი ისა ესე ჩვენ ახლა რასაც ვაპარაკობთ ახლა რო გადაითამოს თქვა უნგრულ ენაზე და იქ ტელევიზიაში რო გაუშვა ჩათვალე რომ ეგრევე პასუხებიანი იქიდან და გვერდზე დავიდგებიან და ერთობლივ იქნება აზროვნებით რაღაცა დაერქმევა ამას რა ორგანიზაცია ამიტომ რა არის მოდი კონკრეტიზაციაზე გადავიდეთ თქვა დღევანდელი შეჯერების ამბავი და მე არ დავივალებ ჩემ თავზე ესე იგი რატო ესე იგი მეგობარი ქვეყანა უნგრეთი ევროპა უნგრეთი და მისი პრეზიდენტი ჩვენთან ძალიან სიმპათიით არის ყველაფერი ეს არის არავინ არ მოგვედავება უნგრეთის სამლები უნგრული ხომერს ცნობილია თავისი სისუფთავით აპარატურების არ ძალიან ბევრი და გაეხარდებათ რომ ვიღაცა ეკვის არასამთავრობო რომელიც ძალიან დიდი ინერციით და იმითია ჩვენია ესეთი ჯგუფი რომელიც იქნება გინდა თქვენი ეგიდით თქვათ რაც ალბათ უფრო იქნება საინტერესო ამ ვიღაცა ხო გეუბნება ის მესამე მოდის ახლა და მანქანა ვერ დააყენა ახლა და შეიძლება პირდაპირ შემოგვეწიოს არ გეგონოთ ეს იუმორში ეს არის ცინაზმობა ის განცდებია რომელიც ჩვენშია და გვინდა რომ მოვიზიოთ იმიტომ არის ხო რუსებს კარგად აქვს ტრეტიმ ბუჯეში ესე იგი ეძებენ იმ ადამიანს რომელსაც აქვს ერთი მონეტი რომელიც აკლია ამ ორ ადამიანს და ის ერთი მონეტი არის ბედნიერების ფორმულა ის შემოდის იმ ერთი მონეტი და მე ნაწილდება თანაბარი საოცარი ფილოსოფია რა ესმით მესამე ადამიანის შემოტანა თავის ესე იგი ორი წილი რომელიც არის არ ყოფნის ერთი უფრო მეტია ვიდრე ის ორი ხოდა აქაც ახლა ხო უნგრეთში გავაკეთოთ ერთმანეთს ესე პასუხისმგებლობა მოვთხოვოთ კაცრად როგორც ადრე იყო რა ჩვენ ამ ბავში გადაწყვეტათ ხო კონსენსუსით უნგრეთში გავაკეთოთ არ მინდა მთელი ამბავი მე მოვძებნი თქვა ვინ იქნება ის მსგავსი ამბავი ალტერნატიული დავარქვათ ამას ალტერნატიული ხო იქ მოვძებნით ამას შეიძლება მიგვიწვიონ კიდევაც ამისენ ჩამოვიდნენ აქ იქნება პირიქით მთავრობა ჩვენ მხარს დავიჭერს ჩათვალე რომ ეხლა მთავრობაც რო უყურებ ამ გადაცემების დებატებს ელოდება ვინ რას ეტყვის კარგს და არა თქვათ იქიდან ჩასაფრებული კაცის ყო არა ჩვენ მეუბნებით რომ იცით რომ ჩვენ ამათ ეს ჯგუფი რომელიც არა ვართ სამთავრობო ჯგუფში ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია რომლის თქვათ შემოსავალი ან გასავალი იქნება გამჭვირვალე ყველაფერი გეცოდია მაგრამ ჩვენ გვინდა უნგრეთთან ურთიერთობას იქნება დიპლომატიურ დონეზე არ გვინდა ჩვენ თვითონ გავართ ხელი არ შეგვიშალოთ მე არ ამბობ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის იმედი მართალი გითხრა იმიტომ რომ ჩვენ ჯანდაცვას როგორც აჩვენა კოვიდმა ჩვენ ჯანმრთელობას უბრალოდ მართავენ ის ადამიანები რომლებიც არ არიან მიმართულები იმაზე რომ რაღაც პოზიტიური მოგეკეთეს მე მთავრობაზე არ ვამბობ მე ჯანდაცვის სისტემაზე ვამბობ და მის გვერდიდან ვინც მართავს იმაზე ვამბობ ერატოს ადამიანები სულ თხოვა პრემიერს პრეზიდენტს ივანიშვილს ის არის ხალხი ვინც არის ვაკუუმში მოხვედრილი ახლა პრემიერი სულ არ არის მოდებული რომ აცრების არითხში იყო ჩაკეტული ის ემდობა ვიღაცას ვინც არის მისთვის ავტორიტეტი
იგივე კალათზეც მაგალითად მთელ ქალაქში იყო პაპილომავირუსის ასრები ავტობუსებზე და გაჩერებებზე გამოგრული, ხო? ის ვინც არის მისი პედიატრი და მისი ბავშვების ექიმი, ის გამოდიოდა და იზრახობდა, რომ ასე იგი ბავშვები კოვიდზე გარანტიას გაძლევდა, ეს ეშლებოდა. ის იმას ენდობენ, თუ ის ბავშვებს ამბობს, ხო? შეიძლება მისი ბავშვები არ აუცილებლად კოვიდზე დარწმუნებული ვარ, მაგრამ როგორც ექიმს ენდობა. აი ამ სიტუაციაში ძალიან რთულია მათთან ეს ინფორმაცია არ მივა. ინფორმაცია, რასაც ჩვენ ვაჟღერებთ და რა ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ. იმიტომ ის ამი დაინტერესებული არის ბონუსები და ფული და რაღაც მატერიალური მოგებით, სამწუხაროდ არ ეს არის, თუმცა მე ვსადე რაღაც ბევრი წერილები მაქვს მიწერილი ჩვენ პარლამენტში შემოუვლით ამას, არა, ოფიციალურად ჯანდაცვის სამინისტროს თავისთავად ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით უნგრეთის არასამთავრობო ორგანიზაციის სამედიცინო ურთიერთობას გავაკეთებთ ამას. გამოცდილება მაგერა სახალხო დიპლომატია ოფიციალურად ვარ. ორგანიზაცია, იქაც ვიცე-პრეზიდენტი პრობლემა არ არის, ოღონდ უნდა მყავდეს გვერდზე ისეთი ექიმი, რომელიც არის წონადი. მართლაც ხარში მithumetes შარმი ქალის ამბავი ძალიან ბევრს წვითავს. მყავს ესეთი გუნდი ექიმების, ვინც არიან წონადები და ვისაც არ აშინოდა. ნებისმიერ შეხვედრა რაც არის, მე რომ ვუყურებ ხოლმე იქა, მე ელიტაში ვარ, ხა სამედიცინო ელიტაში, მე და დიდხანს მაყოფა, იმიტომ რომ ის გამოდის, რომ ვუყურებ, რომ რა ძვირფასი ხალხია. თავის საქმეში პროფესიონალი ხალხი და ამას უნდა რაღაცა. ამიტომ ჩვენი ეს გადაცემა, რომელიც ახლა დასასრულისკენ მიდის, მე მოვასწარი ისა და შენგან მივიღე ეს უფლება, რომ უნგრეთზე დავაკარგოთ უნგრეთის არასამთავრობო ორგანიზაციაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კი, ძალიან კარგია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მესამე კენედია. გადაცილება. არა დამეცი. იმიტომ რომ ის რასაც აკეთებს, ის აკეთებს დიახ ზუსტად იმას, რაზეც მე ვოცნებობდი აქ. აი რაც მე მიმაჩნია სწორად ჩემთან თავად. ზუსტად იმ ნაბიჯებს გავს ის კაცი. აცრების მიმართულებით ბავშვთა ჯანმრთელობის შეხვედრაზე მთელი აქცენტი მქონდა ბავშვებზე და მოზარდებზე. იმიტომ ძალიან კარგი არის უკვე დაზიანებული სკურნალობა, უკვე დაზარალებული იგივე აუტისტების იგივე უნარში შეზღუდული უნარჩვევების იმას იგივე ონკოლოგიურის ძალიან ვეხმარებოდი ხოლმე ამათას, მაგრამ მე მივხვდი, რომ ჩემი ფუნქცია არის შევინარჩუნოთ ჯანმრთელები. ის მე ეცოდება ქველმოქმედება ფინანსები გამოიყოფა და ნაკლები ზრუნვა არის იმაზე, რომ ჯანმრთელი გადარჩეს ბავშვი და ჯანმრთელი გაიზარდოს. და მე ამაზე მქონდა აქცენტი ბავშვების განმავლობაში და იგივე თავგანწირებით ვიბრძვი მაგისათვის, ხო? და აი ეს ხალხი ისეთ შეხედა თქვათ იმ ჩემ შეკრებებზე, რასაც ვაწყობ, იგივე ეს ხალხი არის ის, ვინც პროფესიონალის გარდა არის კიდევ უშიშარი და შეუძლია თავიანთ სიტყვის, ხო? და მე მინდა რომ აი ის როგორღაც გავაგებინო ჩვენ მთავრობას, რამდენჯერმე მიმართება, რაღაც და გავახტიორდე ამაში, რომ ის რაც იკლებდება, გადმოიტანო, გიჟები ხო არ არის ვაკეთება. აი მთავრობისკენ მიდიხარ. არა, ლეგალიზაცია მთავრობაზე დამოუკიდებელი ის. არა, დამოუკიდებლად ვამბობ. დამოუკიდებლად ორგანიზაციების ეგილი ჩვენი ავტორიტეტი ავწიოთ ამ არასამთავრობო არა, ძალიან კარგი, მაგრამ ეგ არის უფრო პატარა პროგრამა, რასაც შეიძლება, რომ შეიძლება სხვა ლაბორატორია კვლევები გააკეთოს, ეს ძალიან კარგი. მე უფრო გლობალურად მასშტაბურად ვამბობ, რომ სანამ ვინმეიშნში კონტაქტი შეგვიძლია. აი იმათი ავტორიტეტის გამოყენები და იმათი კენედის მხრიდან თუ არა მასე კი რასაც ამერიკის მხრიდან ხარ ხო კი რა და მოხდეს თავიანთი ხუდი თქვა და ვაფათი ხუდი რომ აი უფრო ისი რა თუმცა ნაცები დარბიანი და კიდე ხოცები და კიდე ნაცები და ამერიკასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ სხვადასხვა თემებზე ხო რატო არ შეიძლება რომ მე მოვწერი მათ რაღაცას რომ დავეხმარე და გამოვიღოთ. ეს არის აუცილებელი, რომ მე მაწინააღმდეგე ვარ, არა პირიქით. მე მინდა რომ ის აი ჩვენ მთავრობას გავაგებინო, რომ ის არის კარგი და მოდი იმათ მივბაზოთ. რაღაცებში ხო ბაზარია, ხო იძახება ამერიკაში გამოიღეს რაღაცა კანონი თქვათ იმისი ფარად და რაღაცები, ხო? არ ვიცი, ბევრი რაღაცა. მოდი ესეც გამოვიღოთ რა ჯანდაცვას ეხება. რატომ ვაკეთებ საპირისპიროს? სხვა ვერავინ გააკეთებს გარდა შენი ავტორიტეტის საურთიერთობის ამბავი და მე მგონი ახლა რა ვიცი მე მოყვარს ხოლმე ქრონომეტრაჟის ამბავი და უკვე
წუთებზე მაგაცობილი რომ არ გადამთავრდეს ჩვენი ამბავი და მოასწრო შენ იმის თქმა რაც რეზუმე გააკეთო დღევანდელი შეხვედრის რა მომსახა თქვა გიასთან ურთიერთობა რა შემოიტანა გია უბრალოდ იყო გამოგებინეთ რომ მესამე გჭირდება დიდი საქმეა კეთებს რომ გავუშვათ ეს შენაძე თარგმანი გავაკეთო და არ არის პრობლემა ხო ეს ყველა დაგვიდგება ხარში ამ მიმართულებით იცი რა ისინი მიღწევენ ხარში და კიდევ არის ესეთი ორგანიზაცია შეიქმნა ჯანმოს ალტერნატივა ქვია მსოფლიო ჯანდაცვის საბჭო ეს ხო ეს არის ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის საბჭო შტაბ-ბინა-საბჭო პარიზში და ევროპა არის გაერთიანებული ამერიკელების ყავთ მაგრამ ძირითადად ევროპული გაერთიანებაა ეს არის ხალხი ვინც ასევე კოვიდის წინააღმდეგ იბრძოლა და ვინც დაუპირისპირდა ჯანმოს და იქ პრაქტიკოსი ექიმები არიან ძირითადად ეგ შეშემოა ახლა ზუსტად მაგაზე ევროპა ყველაფერი არის უარ მოგვიდანონ ისა მოდი მაგაზე გავიდეთ კი ბატონო ამაზე გასულები ვარ და რამდენი შემოთავაზეს რომ ჩამოდიო მე ჩასვლით ჯანმრთელობის გამო ვერ დავფრინა შინია ფრენის და ცოტა გულის ისე ეს არის ფინანსებიდან დამოკიდებული ყველაფერი ხეთ რო ჩადიხარ აი ეს მესამე დააფინანსებს ამას მესამე და ჩამოდი შენი ფინანსი გარდა იმისა რომ მონაწილეობა პასიანი სასტუმრო გინდა რაღაცები და გზები თავარია იმათ ეს ორგანიზაცია შექმნეს ალტერნატივა ზუსტად ამისი ძალიან მომეწონა მე ჩაუვლამდები მაგას უნგრეთიც ცალკე იქნება შეიძლება უნგრეთი აქ იქნება ყველა ვარიანტში იქნება იმ უნგრული გვარია შეხვედრია რა ქვეყნებია მართალი ხარის უფრო ანუ რა ქვია ზუსტად სათაურია მსოფლიო ჯანდაცვის საბჭო ახლა ის სტატუსი საბჭო და წესდება დებულება საოცარად გამომიგზავნე საოცარისა არის ინგლისურად ფრანგულად და გერმანულად ბაბედა მე ვიცი გვარები და პიროვნულად რომელი ქვეყნის ის არის იმას ვხვდებოდნენ ამაზე ესეთი მაგრამ ძალიან გაეხმარება ჩვენი ინიციატივა იქ სტატუსით რო ჩამოავალე ვინ არის ამბავი და ეს უნდა ჩამოავალე ვიცებოთ ნუ მე პატიჟებიან იქ როგორც ექიმს როგორც ჰომეოპათი ჯერმი ჩვენ ახლა როგორც იქ წევრად უნდა შეყვირა წევრი უნდა გახდე იმ ორგანიზაციის საქართველოს და ეს იქნება ჩვენთვის მე მოსემე პატიჟებიან როგორც ექიმ ჰომეოპათი სტატუსი კი ბატონო და შენახებ ახლა როგორც ორგანიზატორი ხო მეგეთი მეორე სამშიც ხოს თუ ვინმეს გახსოვილი დავიკავშირდეთ შემოგვიერთეთ ამაზე მოგზავნით დავიკავშირდით ტელევიზიის საშუალებით იქნება ეს თუ Facebook-ის საშუალებით ხეს პოვნა ჩემი ანალიზნები ისე როგორც ბატონი დიასი დავიკავშირდით და იქნება ერთად ვიფიქროთ ამ ყველაფრის გავითარებაზე იმიტომ ეს ეხება ყველას ჩვენ შვილებს ეხება ჩვენ შთამომავლობას ეხება რას მეტნი ვიქნებით და რას უფრო სერიოზულად მოვყიდებთ ამ საკითხს ხელს მით უფრო მეტია შანსი რომ ჩვენი გენოფონდი გადარჩება და იქნება ძლიერი იმიტომ რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა მეგობრებო ფაქტიურად ჩვენ წარმავალი თაობა ვარ და ასე თუ ისე რაღაცა სიტყვა ვთქვით ამ პლანეტაზე რაღაცა ფუნქცია და მისია შევასრულეთ მაგრამ ჩვენი ყველას ერთობლივი მისია არის რომ ერი გაგრძელდეს რომ ტერიტორიაზე ისხმონ ქართველებმა ახალგაზრდებმა რომლებიც იქნებიან ჯანმრთელები ჯანსაღები როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად დღეს რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა განათლების მხრივ არის ფსიქოლოგიის მხრივ არის უფროსებისადმი პატივისცემის ელემენტარული ისიც აღარა აქვს ბავშვებს ნავიგი რომ უნარჩვევები სულ სხვა მენტალიტეტი რო ინერგება და სხვანაირი მენტალური ჯანმრთელობა აქვს ბავშვებს რასაც გამოსწორება ჭირდება უბრალოდ მენტალური არაჯანმრთელობა ჭირდება ეს უკვე შენი სფეროა უფრო ეს ფსიქოლოგიის სფეროა მოდით ამაზე ერთად ვიფიქროთ რაღაცნაირად აღარ არის მარტო იმაში საქმე რომ ვიღაცამ დააფინანსოს იქნებ ვიღაცამ დააფინანსოს კიდევაც ესეთი იდეა ლაბორატორიის შექმნა მაგრამ იქნებ ვინმე იდეები მოიტანოს იქნებ ჩვენი ძალებითაც რაღაცა გავერთიანდეთ მოდით ერთად ვიზრუნოთ იცით აი ესე ცალ-ცალკე სუყალა ბევრი ვართ ცალ-ცალკე მაგრამ თუ გავერთიანდებით ყველანაირი ამბიციის გარეშე არანაირი ამბიცია მისი არც მე და არც გია მეგონი შენ აი პირველი ვიყო და ჩემი სამხედრო სამსოფლო გუნდური ახლა გუნდურად თუ გადავჩებით რა სხვათა შორის ნაცინას წარმეტყველებიც არის რომ მოდის განკითხვის დღე მოდის მეორედ მოსვლა ახლოვდება და იყავით ერთად ბერი გაბრიელიც ამას ამბობდა
იყავით ერთად არ ნიშნავს იმას, რომ გადაიხვეწო და გამოქვაბულში წახვიდე 10 კაცი. გამოქვაბულში ვართ ფაქტიურად ახლა ვაკუუმში ვართ უბრალოდ ინფორმაციულ ვაკუუმში. საღი აზრის დეფიციტის ტყვეობაში ვართ. ადამიანთა დიდი ნაწილი არის ესე ვთქვათ, გონება დაბინდული, გაჩერებული, გადაღლილი აქვს ადამიანებს გონება და აღარ უნდათ აზროვნება და მიდის ცხოვრება ინერციით. სამწუხაროდ ესე ადამიანთა თქო. და მოდით რაღაცა ვინც ხიზლათა ვართ, ვისაც შეგვიძლია ჩვენი სიტყვის თქმა, ვისაც შეგვიძლია რაღაცის გაკეთება, თითო აგურის დადება. ნუ შედეშინდებათ, რომ ერთი აგური გაქვთ, ან ჯიბეში პატარა აგური კიდევ. მოდით შემოგვიერთი. შეიძლება ის აგური იყოს გადამწყვეტი ზუსტად. შეიძლება თქვენ იყოთ ის მესამე, რასაც ბატონი ალაპარაკობს. მაგრამ მე კიდე მესამე სხვანაირად ვუყურებ, კიდე უფრო სხვანაირად, უფრო მასშტაბურად. ქრისტე რას ამბობს, თქვენ თუ ორი ხართ, მე მესამედ ვიყურებ, ოღონდ დავიძახეთ. ქრისტე ჩვენთან არის. იცით, ესეთი მფარველობა, რომ არ მხოლოდ ამ ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზის და ქრისტეს, მე პანდემიის დროს ვერ გავბედავდი ამ დღეს და ცოცხალიც ვერ გადავრჩებოდი. დღეს არ მეკდებოდა იმის საშუალება, რომ გესაუბროთ, იმიტომ რომ ამ დედამიწაზე ჩემს ზურგს უკან არავინ არ დგას, მაგრამ სამაგიეროდ მაქვს ძალიან დიდი დაცვა ზემოდან. და ფიქრობ, რომ ისინი გზას მინათებენ ყოველთვის და არ მაძლევენ მოდუნების საშუალებას, არ მაძლევენ იმის საშუალებას, რომ ვთქვა, რომ მე ჩემი გავაკეთე, ჩემი საქმე ვთქვი და ეხლა შემიძლია ამ სიტყვის მნიშვნელობით პენსიაში გავიდე. არა. ამის საშუალება არ მეძლევა. ღმერთი არ მასვენებს, ვიტყვიათ. აი ზუსტად ჩემი საქმე და მე როგორც გათხოვ შემიც. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე. და შემდეგ გადაცემაში ისევ ამ თემას შევეხებით ჩვენ, ისევ დღევანდელობას შევეხებით და გვექნება უпростоრად აი იმ რეალობაზე, რომელშიც ვიმყოფებით, აი ვიბრაციულ გადასვლაზე, ერთი განზომილებიდან მეორეში. და თქვენ მიიღებთ კონკრეტულ რჩევებს. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევეგმოთ დღევანდელ რეალობას, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკური სხეულის დონეზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.